გაუძახი მაშინ. მე ვიწყე? ხო. დაიწყე რა. ოკეი. მოგესალმებით, ეს არის ბუნკერის მე-10 ეპიზოდი. მე ვარ შესანიშნავი სტუმარი მსახიობი ანა ტყებუჩავა, ხოლო ბუნკერში მიმასპინძლებს ნიკოლოზი და კვიტო. ჩვენ მახინჯი თანაწამყვანები ვიქნებით. დაუმახინჯებთ გვერდებს. ძალიან სასიამოვნოა თქვენ რო გვესტუმრეთ. ძალიან ლამაზი, ეს ლამაზი დასწრეს ჯერ არ ქონია ბუნკერს. ეს ლამაზი სტუმარიც არ ყოლია ხო, სხვა. არა. და შენ ხარ 500 გამომწერს აუწვდით, ავიწყვითად. მართლა? კი. სიგიჟეებს ვახდენ. შენ ხარ special guest. ანუ აუგნიშნავ. გამოიწერეთ ხალხო, იმიტომ რომ ეხლა შემოვიდა პოდკასტები და ქართველებმა დაიწყოთ ბევრი ახალი რაღაცების კეთება. მე ეს ბანძები გაიფილტრება და დარჩებიან კარგი. ბუნკერი დარჩება. ახალი თაობა გაიზრდება ძველ პოდკასტებზე. ზუსტად. ბუნკერში ჩაიყრებიან და ესე რა. ჩვენ ვიმყოფებით სტუდიო 314-ში, ტრადიციულად მონტაჟი მეზარება. ბარემ მოანათა, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის სივრცეში, და თუ გიყვართ დესერტები და თან გსურთ რომ რაღაც საოცარი დესერტების მომზადება ისწავლოთ, დაუკავშირდით ამ ადამიანებს. მადლობა. ნიკოლოზ. მე ყველაფერი რო ერთი მეგონა იცით, დესერტები შეჯიბრი რაღაცა ცოტა ერთი ვარ, ჩვენ ვარ მაგრამ ნუ მერვე ეპიზოდისთვის, მაშინ მეც ვარ მერვე. რაღაცა მისტერი. მერვეზე ისა, ჩავიცი. აი, მართლა მაგდროისთვის ვნახე და ცოტა ავირი, იმიტომ რომ ნუცა ვნახე რაღაცა და მე გოგო ვარ რაღაცა ეს. შენი ლაიქი როგორც კი გაიჩიტა, იგრევე ნუცას ჩაუსხრინე, მეთქი მიწერე. ვა, რა საინტერესო. ნუცა არის ჩვენი გადამამისამართა და მე ისე შედგა როგორც იქნა. დავალაიქებ ხოლმე აწი ბევრ რაღაცებს რა მე რა მიდის ხო? შენ ცოტა საზღვარგარეთებში დავალაიქებ. ისე ზოგადად მე მინდა რომ ხალხსაც ეგ მოუწოდო რომ რაღაცებს რო უყურებთ ხოლმე ჩემ შეყვარებულს მაგალითად ეხავას რაღაც რომ მოგეწონება რომ უყურეთ თავიდან ბოლომდე აჭირე რა ლაიქს კომენტარი გული დაუტოვე რა რეალურად იმ ხელა მოტივაციას ხო იმისთვის შეხო თლიანად უყურე ხო მიიღე სიამოვნება და იმასაც დაუფასე აი უმარტივესი რაღაცა ქმედება რომ არის ხო ძალიან კაი რამეა თუ არ მოგწონთ აფერისტულად ნუალაიქი არა დისლაიქი მაშინ ეგრე აფერისტულად შეგიძლიათ subscribe-ს გულაკს დააჭიროთ ხო და ბუნკერის და ეს თვალებზე ხელი აიფარე და ჩვენ ხო ვიცით დასაქმების პრობლემა არის საქართველოში და თუ კი ვინმე რაღაც და მე ყველას აქ ის პრობლემა რომ ანუ არ მუშაობენ თუ რაღაცა და როცა ადამიანი მუშაობს იმას უნდა წახალისება. ერთი 20 ეპიზოდი მაინც და თუ მე არ მოგეწონება მე unsubscribe გააკეთებ და ხო და всё შენი რა მიდის. მართლა რომ მოძებნი გამწარებული ხარ რომ მოძებნი და სადი ყოი როელოდი 20 ეპიზოდს როდის გადაცდება და ამათ ვიღაცებს არის ხოლმე ესე ჩვენც რაღაცა გამოიწერეთ ეს არხი რაღაც რეკომენდა შენც რო follow გაკეთებ და მე unfollow-ს უკეთებ როგორც კი ჩაგერიცხა როგორც კი მე იმას ხო ეხა ყველა სკوار გაინტერესებს მაგუთია ხალხი კი არა მშვენიერი სტარტი რა შვები როგორ ხარ რა ვიცი რაღაცნაირად ვარ როგორ მოდის შენი საქმეები შენც თვით დასაქმებული ხარ ხო ესე რაღაცნაირად გამოვიდა ანუ საიდან სულ მინდა ანუ სერიალის რეჟიმი ისეთი იყო ეხა კიდე იქიდან და წუწუნს არ ვიცი წუწუნი და მოდი გავაშალე ისეთი რეჟიმი ჩემი დაკალებს მოვიკითხავ ხო და ისეთ რეჟიმში იყო ანუ მარტო და გატყუება და ორი ბოჟის გაჩენა მოვასწარე ვერაფერი ვერ ვკენი ეს რამდენ წელში 12 წელში ორი ცოტა ორი ეხა კონტრაქტში ჩავაწერინე რომ ორი მინდა იმიტომ რომ იქაც ისეთი ის იყო რა და ერთი ორჯერ ლიფონავს თხოვე რომ მოვიყვარ მეთქი ბავშვებს ვათამაშებ თქვენ იმიტომ რომ მენატრები ამას ძალიან პატარები და ერთ ორ ეპიზოდში ჩემ ძალიან ახალ დაბადებული ბავშვები არიან იმიტომ რომ სახში ვერ ვნახულობდი ხო და თან ამავდროულად ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჯერ პროფესია და მე უკვე ოჯახში შემოვიდა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოკლედ ამ ორში უნდა გადავრჩენილიყავი რა და პასუხისგებლობებთან მივდივარ ხარ ასაშინელება არის პასუხისგებლობა და ეს იყო ორი სულაგას წახდი ეს არის ორი კუნძული სადაც უნდა გადავრჩე და მიდიანა აი ფაქტია რომ გადავრჩე ხო გადავრჩი ეგ მაგას მე გავიგებთ გადავრჩი ან შეიძლება მე მგონია რომ გადავრჩი და ვაფშე არ გადარჩენილები ვარ გადარჩენები ხო და ანუ პარალელურ რეჟიმში ყველაფერზე ვამბობდი უარს ანუ ისეთ რაღაცებს ხა იმას კი არ ვამბობ რომ აი რაღაცა იმან დამირეკა არა მეც და ლევან ყოჩეშვილიც ქონდა სრული ჩახსნა რომ აი ვიღაცას რო ეკადრებინა რომ შენ სადმე აი გადაცემაში იძულებული ვიყავი რომ მივსულიყო იმიტომ რომ იგივე არხზე გადიოდა და ის პროდიუსერი მიწიდან ამოგიღებდა და ჩაგდებდა ისევ და უნდა მისულიყავი თორე საერთოდ არ მინდოდა ხა იმ გადაცემებში ჩამოჯდომა იმიტომ რომ ჯერ მე საერთოდ რა სახის გადაცემები აი რაღაც ცხოვრებაზე რო ლაპარაკობ და ვინსად გაიცანი და ნუ არ იყო ეს ჩემი სტილი და ეხლა კი გავხდით რაღაც ნარცისები და ყველაფერს ყვებით ინსტაგრამზე მაგრამ მაშინ არა რა ვაფშე ვერ ხვდებოდი რა მე რაც გამოგიწერე არაფერს არ ყვები ვაკვირმებოდი ინსტაგრამზე ყვები
იცი, მივხვდი რომ ისეთმა კრიტიკული თვალით მაყურებლებმა მითხრეს ბოლოს. აი ბოლოს რაღაც კორეაში ვიყავი, მე მითხრეს რომ ისე კარგი storytelling-ი გამოგდის, ისე კარგათო. სხვა შეიძლება თეატრალშიც მაგიტომ მიიღეს, პროზა წავიკითხე, კარგად. დანარჩენი რაღაცა ჩვეულებრივად რაღაცები ვიმღერე. ანუ ისე რა, სტაბილურად. რა სიმღერა ვიმღერე? ალიონზე გამიღიმა თბილისმა. ეხლა ახლა ჩაცვა ის ეპიზოდი, აქ რო გამოდის ხოლმე. ან ეხლა რომ ამბერდე. არ არსებობს. ძალიან ბევრი უნდა გადამიხედონ ის რო გავს. და როგორ 30-ე ეპიზოდზე მოვალ და თუ ბევრი ფული გეკნება. 30-ე ჯერ არ გვექნება. 30 პატარა ფურცელი მინდა რომ დამიწერო რამდენია ბევრი. ბევრი? მე ინფლაცია ის ყველაფერი უნდა გაიგო. იქ მაშინ რა, მაშინ როგორ ეხლა შეიძლება სხვა ციფრი იყოს, მე შეიძლება სხვა ციფრი გახდეს. ხო და ეს რაღაცა ინფლუენსერობა თუ რაღაცა ვაფშე არ ვარ ინფლუენსერი თქო ვიძახი, მაგრამ ნუ არ ვარ, იმიტომ რომ სხვა რაღაცაა იქ რა, არის ანუ ლაიფსტაილი არის. ფაქტია ხარ? არა, ინფლუენსერობა. ბლოგერი, ინფლუენსერი, ერთხელ წავშალე, მე რაღაცა დავაედიტე, რაღაც TV ჰოსტი, აქტრის, რაღაცა mom, wife და ინფლუენსერი და მე საქმიან შეხვედრაზე მივედი ერთ ინფლუენსერთან, რაღაცა კონსულტაციები გამელო და სახში მოვედი და დავშალე, იმიტომ რომ იმან რო გამოაღო ანუ რა თემებზე წერდა, რა ტექნიკაც ჰქონდა და რასაც იყენებდა ტექნიკა. რატო ხო შეიძლება part time influencer-ი იყო რა რაღაც. არა, ხო და ანუ იმის თქმა მინდა რომ ვერაფერს ვერ ვასწრებდი, იმიტომ რომ ანუ იქ უნდა გაეთავისუფლო, იქ ბავშვი უნდა დატოვო რაღაცა და ანუ მივხვდი რომ ერთადერთი რაც ჩემ ხელში იყო, ღამის 4-ის ნახევარზე შემეძლო კამერა ჩამერთო და იმას რეკლამა რომ მომდებოდა, მე ეს გამეტესტა და გამეწია რეკომენდაცია. და პირველი ჰონორარი იყო 2000 ევრო. ბარაკა. ხო და ეხლა რაღაცებზე რომ მეწუწუნებით. არა, ეგ ერთ-ერთი კარგი ჰონორარებით მახსოვს, მაგრამ თამამად დავიწყე და თვითონ შემოვთავაზეთ მე ვაფშე არც მომსული აზრად. სტარტზე ეგეთი სტარტი ძალიან კარგი. აი სტარტი. ხო, დამცინდა და ეხლა ნუ ვილოცებო რომ ევროს კურსს მან აიციოსო, იმიტომ რომ თან სულ რაღაცა იმაში ვართ, რაღაცა მე ოჯახი ქალივით რემონტი, სახლი ისე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა ეს ყველაფერი. რემონტი ძალიან კაია. ისე 2002-ზე რო გაყოთ, ერთი თვე გვეყოფა სპონსორს პოტენციურ სპონსორებს რომ მიმართოთ 2000 ევრო გაყავით ორზე და ჩვენ გვეყოფა. საწყის ეტაპი. ვიმყოფინებთ, კი. კი, გადაანაწილებენ. ბევრი თხილი მოგივათ ყავა. თხილი და ყავა არ მოგვაკვდება. კვიტოს ბაღის თხილი არის. შენ რო ახსენე ისეც არავის დაურეკავსო. რა? ბატონო? შემოცოლმა ის ხომ თქვენი ცოლია, გამარჯობა. ეს ამოჭრათ. მალავს რო ცოლი ყავს. არა, ყველა ეპიზოდში ვახსენებ. არ ახსენებდა. კორეამეც მივალთ. გვაძ. კორეამდე მოგიყვან. ხო და მოკლედ ესე აღმოჩნდი აი ამ რაღაცის და ძალიან ბევრი ისინიც მაგ მოსმენელი ვიღაცების ცოტათი ბევრი ღლიცინი, იმიტომ რომ ყველა ჩვენ ხო ძალიან მოგწონს ერთმანეთის დაცინვა. მე არ მიყვარს დაცინვა. მარტო ოჯახის წევრებს ვაბულინგებ. აი ხო იცი შინაურად მიყვარს ვაბულინგებ. წარეთ ხო. ბუკას რომელიც არის ქალთა რო სამწუხაროდ ვერ გაგაცანდა ეს შორდა. ბუკა არის ქალთა, კაცთა და ზოგჯერ ტრანსთა ბედნიერება. მაგარია. კი, ძალიან საინტერესო. თუ კი ვინმე ბედნიერებას ანიჭებ რა. თუ კი ვინმე სადმე სქესი ნახა, ყველა გავაბედნიერა. და დღევანდელი წინა 9 ეპიზოდი უნდა ვნახო ესე კარგად. ბუკას საუკეთესო დავდებთ მე. ჩავერ დავალა იქო ცალკე. მოეჭვალი. და დღევანდელი რო გითხრა რა არის? მოვედით აგერ ბიჭები. ჩემი საქმე. ხო, გითხრა. დღევანდელი თემა რა არის? დღევანდელი თემა არის პასუხისგებლობა. პასუხისგებლობებზე ვილაპარაკო. პასუხისგებლობებზე. რომელსაც ძალიან ხშირად თავს ვარიდებთ ხოლმე. კი ბატონო, ვიმალებით სადღაც ბუჩქებში. აი, ხო და აი ხა უყურეთ და მე აქვე ვიტყვი, რა არის ქალური ბედნიერება? პასუხისგებლობა. შეკითხვა, რომელიც საუკუნეებია. იცი როგორი სევდიანი პასუხი მაქვს მაგაზე. იცი, აი ქალური ბედნიერება არის, აი რა გითხრა. ანუ ესე იგი ეს მოვიდა რაღაცა ქალი ხო წვალობს ამ ქვეყანაში, აი წვალობს და თუ კი ოდნავ რაღაცა შეაშველებ, აი კაცმაც ნაწილია იყო? არა, აი რა ვთქვა. აი ხო მთელი სადილს აკეთებს და სუჭრიშტრის და ბლენდერი აჩუქე. ხო. თუ უკვე ეს ქალური ბედნიერება. ან ბედნიერდება. ეხ გამიბრაზდებით. ამას სევდიანი ქალური ბედნიერებები არ, ანუ ეგეც ქალური ბედნიერება, ბევრი ქალი მიხვდება, რომ უბრალოდ ტვესასრუტი რო აჩუქა ქმარმა, მას აჩუქა და ეს იყო ქალური ბედნიერება და ვითომ ეს ტვესასრუტი მარტო ქალის რატო არის? არ არის, მაგრამ ოჯახის არის. ხო. მე გეთახმები მაგამოში. აი როგორ ხედავთ ახლა ორივე რომ ტვესასრუტის და ბლენდერები დარბიხარ. აბა კითხე. მე საჭმელსაც ვამზადებ. მართლა? კი, ჭურჭელსაც რეცხავ. ხელები ნახე. ჩემ ლოგინსაც მევალაგებ.
ორივე ხელი მაჩვენა მტვერსასრუტისგან რას მიგავს ვაფშე მტვერსასრუტი არც იცის როგორ გამოიყურება თოხი გონია ხო ორივე ხელი მაზოლები რომ დაქონდეს ვიდეო არასდროს გადაგიგია მტვერსასრუტი დავდია იმენა მე მიყიდა აი შენაც მოყევი ქალზე შემოცულმა გააკეთა ჩემზე მათ ჩუქა მტვერსასრუტი ხო და არის რა ეგეთი ანუ რაც ქალის ჯაფას და საერთოდ აი ამ დარდს პრაგმატულობას მომავლის გეგმებს ოდნავ რაც გაამარტივებს უკვე ქალური ბედნიერებაა რა. მეც მაგის პირველი პასუხი მაგ კაცების ბედნიერებაზე. მე ქალური ბედნიერებაზე დავამატებ ჩემს. მე მეგონა ულიმიტო გოლდ კარდი იყო ქალური ბედნიერება. ეგეც ეგ არის როგორი ბედნიერება, იცი? კაცურიც. ყველანაირი, ყველანაირი. მაგას კესი არა. ხო, კესი არა. და მომენტ მაგის ბედნიერება. ხო, არა, ქალური ბედნიერება არის ვიღაცა რატომაც მეორეს კესმა უნდა მოგანიჭოს ეს ბედნიერება რა. ულიმიტო გოლდ კარდი შეიძლება მომენტ ჩემიც იყოს და რასაც მინდა იმას ვაჩუქებ ჩემთან. მე უღლემ რო გაჩუქოს უკვე ქალური ბედნიერება. აი ხო და არ არის აი უყურე რაღაცა გასაჭირში არის შვება ქალური ბედნიერება ანუ პატარ-პატარ რა ეხა ესენი ზიან შეიძლება მესრონო რაღაცა მაგრამ მე ჩემი თავი დამიჭერია რომ ისეთი ელემენტარული რაღაცა და მე ვღადაობდით რომ მე მგონი ეს არის ქალური ბედნიერება საერთოდ რო გარეცხავ და ქმარმა რო გაფინოს ვიღაცა რო გაფენოს არც დაგახვედრებს ეგ არის ქალური ბედნიერება ქალური ბედნიერება ჩემი ცოლი არის უბედნიერება ცოტაცი მაგრამ არის ინდივიდუალური თურმე ჩემი ცოლი უბედნიერეს იყო ყველა ქალი, როგორც ყველა კაცი არის ინდივიდუალურად. კი ბატონო, არ მათქმევინეთ, სულ რაღაცას აბაგისმენ. ხო, სულ რაღაცას თქვა მინდა, რომ რაღაცნაირად. აი, ხალხო, ჩვენ რო გვიწერთ კომენტარებში, ქაოსი არა ცდით ერთმანეთს. ესეც ჩვენ ვართ? ეგ მე ვიცი ქაოსი, მე ვიცი. ორი პროცესია ესე. ამას ვერ დავალაგოთ, მართალია ძნელი მოსასმენი არის და მოდის ისუფთავი შევინარჩუნოთ და იბაჭირთ არ ტუჭყი არ გვინდა, ზატო თხილისკენ გამირიბის ხელი, მაგრამ ძალიან ცუდი, არ შეიძლება ჭამა. რატო? საერთოდ ჭამა, კოკა-კოლა და ეგეთი რაღაცა არა. ვერ ვისაუბრებ მე, მაინც სახიობი გოგო ვარ, ეგეთებს არ ხვდები. პროფესიონალი ადამიანი გავითვალისწინოთ ჩემი. ჩემი იყოს. თქვენ შეგიძლიათ აწკაპო. ჩვენ მქონდა ერთი ეგეთი ეპიზოდი უკვე და მაგით ვარ ვეკარებით ახლა. ხო. ზოგადად პასუხისმგებლობაზე რო ვილაპარაკოთ კიდე. ოკეი, ბოდიში. ქალურ და კაცურზეც რო კი, მაინტერესებს. გადავიდეთ რა. კაცური ბედნიერებაც თითქმის იგივე არის რა. ოღონდ შეიძლება ჩემ პონჩი სხვანაირად ხურდავდებოდეს რა. იმხრივ რომ მეც გამისწორდებოდა რომ რაღაცას რო ვაკეთებ. ჩემმა მეორე ნახევარმა დამიფასოს იმით კი არა, ნუ შეიძლება ტვერსასრუტი პირობითია, მაგრამ დამიფასოს იმით რომ მითხრასო მადლობა რომ ეს გააკეთე რა. არა, რატო? მადლობა გონია კაცური ბედნიერება? ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რა. მე კაცური ბედნიერება ძალიან მარტივია. მე გავაკეთე გემრიელი კერძი და მადლობა. სასიამოვნოა რა ბოლომდე შეჭამა და ჭურჭელი ჩარეცხა იმან მე. ეგეც ჩემი, ანუ იმ მომენტში ბედნიერება ჩარეცხა. გასარეცხა. გზერაც. ანერვიულდა. ემოციებს აქვს. ჩიხში ვარ ეხლა. ვერ გამოდის. ედლესაც ხდები. მე მგონი ძალიან ჩამოწიე შენ მადლობამ. არა, მაქედან დავიწყებ თქო რა. ეგ არის ელემენტარული ბედნიერება, რაც საერთო ჯამში რაღაც დიდ იმაში, რა ქვია, long term-ში დაგიფასდება და gold card-ზე ადის. gold card-ს გადახვა. არა, ხო, ეგეც არის. არა, ეხა ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ჩამოვთვალო რა. 4 ჩამოვთვალ. არა, მე საერთოდ არ მევასებთ. ბარბი ქალები არ მევასებთ. მე მიყვარს ჭკვიანი დამოუკიდებელი. ბარბი ქალები არ მევასებთ, აქედან მოიღოს ანჯელინა ჯოლის ფოტოები და არ მიყვარს ბარბი. დალაიქებულია, დაფოლოვებული. იმენა ბარბის, თავისი ბარბი. არა, ქერა ბარბი. ეხა მე დო მაცივარში რაღაცებს შევიხეთ და ვხედავ რაღაცა დევს და თურმე ჩემ ბავშვებს ბარბის თმა შეუღებავს და შეუყინიათ და რაღაცაზე გაყინული ბარბი შოქშო მე ხახდა ნორმალურები ხე ბარბი ჩაყინო აღარ გამიგიან შეჭერი შეღები გავიგე შეიძლება გაატრენდო ცადე აბა ჩაყინული ბარბი აი ეს ბარბის გაყიდვა ცადე შეიძლება გადნა უკვე და გადაფა ისიც ეგ არის კი და დღევანდელი გადაცემის თემა პასუხისმგებლობასთან პასუხისმგებლობები ეგ როგორი რაღაც სასაცილოც არის და სევდიანი თემაც ძალიან სევდიანზე შეგვიძლია გადავიდეთ მაგრამ არ გვინდა ვიცი უფრო მხიარულზე ვილაპარაკოთ რა აი რა არის შენთვის პასუხისმგებლობა ყველაფერი. ანუ უყურე, როცა ვხედავ, რომ რაღაცა არეულობაა, რაღაცა პრობლემაა და ამაზე ლა ისა და რაღაცა მიდის რა ამაზე. ანუ მე ვფიქრობ, რომ რატო არ შეიძლება ამის მოგვარება. და ეხა ეშმაკი დეტალებში უკვე დავღლი ეხა უყურე. ქალური ლოგიკა. ანუ ეშმაკი რაღაც დეტალებში, რაღაცა რო არ გამოვიდეს, კი რაღაცა დეტალებში უნდა ჩასვლა და მე ცოტა პერფექციონისტი მეგრელი ხალი ვარ და ანუ ამ დეტალებზე მაქვს აგებული ყველაფერი. აი მზარები ხარ? აუ ეხა ჩემ აქვანო იმდენი მაბულინგა ვერ ვიტყვი, მაგრამ ვარ. ხო. კი, მაგას ისი დაემატა სამზარო. მაგრამ რა ცუდია რომ მეუღლე არ არის აქ. დავაპირისპირო. მეუღლე. არა, ერთხელ თქვა რომ თუ კი როდესმე რამეს გეტყვი, ეს კერძი გამახსენეო და და რომელი ეგ კერძი?
რაღაცა ხორციანი გავაკეთა და რაზე დამცინეს ხოლმე იცი? აი რო ვა დღეს გუმბაო გვაქვს და აი პოსტეული რო ჩაითუშება და დამცინის რომ დღეს გუმბაო გვაქვს, იმიტომ რომ მე მას გუმბაოს ვეცახი და რაღაცა ყაბაყი და ხო იცი არც იციან ცოლამდე მაგის არსებობა. საკეთებს აკეთებ. ვაკეთებ ყველაფერს საკაიფოდ ვაკეთებ ჩემი აზრით, მე ძალიან მომწონს. არა, ცომს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ აი ელა რა, კი. სხვადასხვა ყველასაც, გებჟალიასაც და ვაფშე ყველაფერი, რავი, ღომსაც და ხარჩოსაც და ეგეთ არის ვაკეთებ. ეგ პასუხისმგებლობა ყოველდღიურ რეჟიმში გაქვს ოჯახისთვის კერძის მომზადება. აუცილებლად. აი, რამანიაკობა, კაია, მე შენ გასაშნელი. არა, კაი, მაინტერესებს გაქვს. ანუ, უყურე, ჩვენ ვიძახებთ უფრო ხშირად, ვინ რომ ამზადებს. ხო და არა, მე სამჯერ მაქვს რაღაცა გამოძახებული და აი ბოლო დროს რაღაცა ხინკლის და იმის ისა. და ანუ კი მიყვარს რაღაცა გემრიელი კერძის რაღაცა რესტორანში წასვლა და ჭამა თუ რაღაცა მაგრამ იქ რომ მივიდივარ და შემწვარი კარტოფილი ნიგზიანი ბადრიჯანი ვჭამო ეგ არ მიყვარს მინდა სხვა რაღაცა ვჭამო დავსინჯო და ხო და იმას ზუსტად გვანდია ხო და ამიტომ ის მიჩემნია სახლში გავაკეთო ხო და აი ეგეც აი ყურე ეგ იყო რა ანუ სახლი რაღაცა არ ვიცი ანუ აუცილებლად კერძი უნდა ქონო და 2.5 ღამის 2.5-ზე გაყინულქათამთან მიჭიდავია ისეთი რომ აი მოატეხავ ფეხს და მე იმიტომ რომ დაშლი ის ადვილად დნება რა და მე შემიძლია რომ იქიდან რაღაცა კერძი გამეკეთებინა ბავშვებისთვის მეორე დღეს. ნუ პასუხისმგებლობა უკვე. და ნახე და ცოტა ავადმყოფ. ეგეთი მის მინდა კითხვა შემოვიტანო რა მაგიდაზე დავდო. დადე მიდი. პასუხისმგებლობა რაღაც მომენტში ხო არ არის პროგრესის განმაპირობებელი. რაღაც მომენტში არა, უეჭველი ეგ არის. იმიტომ რომ მე მაგალითად პასუხისმგებლობა მაგრამ შეიძლება დაგანგრიოს კიდევ. ეხლა რომ მაგრამ ჯერ სახით מחოხიალა და მე განმოვიდა. ხო და ეგ პროცესი უნდა გაიარო. ხო და რა უცნაურია. და შეიძლება მაგის გარეშეც. პასუხისმგებლობა ძალიან ბევრი რაღაცაა რა. ეხლა პასუხისმგებლობა არის თუ ჩემს იმედზე ხარ დღეს შენ რო გადაცემას წერ და მე თუ გადაგაგდე, ხო ძალიან ცუდი არის, ხო? არც ხე როგორი ბევრნაირი პასუხისმგებლობა, იგივე თქვა კერძი და იგივე სამსახურში არ და აი მე პირველ რიგში ვიძახი რომ ჩემთანაც და ყველგანაც რა რომ ჯერ მოდი დავიწყოთ რომ სამსახურში არ ვაგვიანებთ. ჩვენ სადაც საუბრობდით, ზუსტად ვიცოდი შენ ზიადრე მოვიდოდი, მაგიტო გითხარი, ჯობია გვიან, იმიტომ რომ ყოველთვის დებილი ვით ვდგავარ მე 9 საათით ადრე. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან უხერხულია რომ ვიღაცას ვალოდინე. ხო და მიჩემნია რომ 9 საათით ადრე მივა. აი 8-ზე გადაღება რომ აქვს, მაშინ როცა ვეწეოდი, თქო მივა 8:30-ზე ყავას დავლევ, მოვწევ, თავმოყარე ადამიანი შევირგებ, დავჯდები და მე ვისიამოვნები პროცესი და აფაფაფა და ტელევიზიამ და გადაღებამ ისეთი პროცესი იცის, რომ აი შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე. ანუ ძალიან სტრესი, აი ძალიან. მით უმეტეს როცა ჩვენ ახლა ძალიან 12 წელი ვიყავით, აი წინა ღამეს ეს ტელეფონი გათიშურდა. ჩემ აქ მომემთხარ რომ დავქორწინდით, რომ ტელეფონს რატო არ თიშავ და მეთქი რა სიძახი. ანუ შენ დედა მაყვალას გაგთიშავთ, მე ტელეფონი რო გავთიშავ, მოვლენ და დამიკაკუნე. მეთქი იასპირინა მოვა და ტყევა ყვალ ეგზე, სეტზე, არა. არ როგორ უნდა გამეთიშე, იმ ადამიანს რო გული გაუსკდებოდა რომ დამირეკავდა. ხო და მაგ პასუხისმგებლობა, აი განვითარება გამოიწვია შენში, განგავითარა. ეს არის ჩემი დისციპლინა, არ ვიცი. ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უფრო დიაგნოზია პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ რაღაცა უფრო არეული 90-იანების პრობლემების მოგვარებიდან უფრო ჩამოყალიბდა, რაც სევდიანი მხარია ამისი და არ გვინდა ეგ. სევდაზე ჯერა. არ გვინდა. სევდაზე თუ წავალ მე მაშინ პასუხისმგებლობა. ანუ ზოგადად ეგ არის რა. ერს უნდა გადავწყვეტ, იმიტომ რომ ძალიან ის არის. დღეს იქნება პირველი ეპიზოდი, სადაც 0 გინება გაჟღერდება. არ ვიგინებ. მაქსიმუმ შენ გინება მე ისედაც არ ვიგინებ. და მე ხა მაგარი რომ დამეცვა. თენგოს პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისება, რასაც მე მოყვება თავისუფლება და პასუხისმგებლობა ჩემი აზრით არის მიჯაჭვული რა ერთმანეთში. თუ გინდა რომ ადამიანი დამოუკიდებლად განვითარდე, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობას უნდა შეიასყდე. ბევრჯერ ცხვირსაც გაიტეხავ, თავსაც მიწაშიც ჩავარდები, მე ისეცლიე ხო, ჩემი პასუხისმგებლობები ხო გაგახსენე? ხვირი თავი, სახე ხო და მაგ ეგენი რომ გავიარე, ეხლა ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი ტიპი ვარ, ვიდრე სიტყვაზე ვიყავით 15 წლის წინ და ეგენი უნდა გაიარო. ანუ ვისაც რა გვევალება, ანუ მე რო პრეზიდენტი ვარ და შეკვედი შენ რაღაცა, მე უნდა შევასრულო. კი ბატონო. ხო და აი მაგას ვცახი, ძალიან პატარა ჭანჭიყიდან, ძალიან მაღლა ადის პასუხისმგებლობაზე და საბოლოო ჯამში რა. გაიჩნდებოდი პრეზიდენტი. არა, ჩემი ხალხი
ქართულ რეალობაში ხალი პრეზიდენტი რო გაიჩნდეს. ხო, ყავდა. სხვანაირ პრეზიდენტი. არა, მე არ ყაველასნაირი. არა, შეჩემა პრემიერი რა ფუნქცია. ადრე რო იყო, ადრე რო იყო პრეზიდენტი, ხო ხტები? უფრო პირველი კაცი ვიცი, ხო? აი ტრამპი ჩათვალე რა. მაგ პასუხისმგებლობას შეეჭიდებოდი რო რა. არა, ეგრე მაშინ ძალიან გადაკეტილი უნდა მქონდეს. არა. მესი ამ ხალი რო იყო. ის ლოგიკა უნდა მესმოდეს და მე პირველი ხალი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს დაუბრუნებელი. დიდი სიამოვნებაა. შენ იქნები პირველი ხალი პრეზიდენტი, რომელიც კაცია. პირველი ხალი პრეზიდენტი, რომელიც ხა არის კაცი, კი. რომელიც კაცი. დიდი სიამოვნებით იქნება. რას მოხდაოდი? ყველაფერს მოხდაოდი. აი, რავი, თუ ასე გავაგრძელებ, შეიძლება რომ შენი ჯერიც დადგეს. დიდი შანსი არის. არა, მე გადაგებ. მე დიპლომი მაინც მაქვს საჭირო. ვიღაცებისგან განსხვავებით. დიპლომი ტაქსის ვინები ხართ? ყოფილი სპორტსმენები. თვალებში მიყურებს და. ცითად სპორტსმენებს არ აქვთ ხოლმე დიპლომი, იმიტომ რომ სპორტს გადაყვებიან. მე სპორტსმენი რო ვიყავი, მაგიტო არ მაქვს დიპლომი. ხო, მიგიცანი, მაგრამ მართლა ამბო? ხო, და ეგ იყო. და დიპლომი მაგიტო არ მაქვს. კარგია. სამაგერო ციგარეტს მოწვა დაიწყე გვიან. კი. და სხვა რაღაცებიც გვიან დავიწყე. კარგია. მე გვიან ღამე ეწეოდა. და ეხლა ვიძებ რაღაც ცუც რო დავიწყო. იმიტომ რომ მარტო კაი რაღაცებს ვაკეთებ. მგონია რომ გავსხდი. ეხლა შენ მოყევი როგორც შობელი. გული აგვიჩუქა, ცოლსე. ფარისეური ჩანაწერი. ცოლსაჩვენებს რომ გამიშვი რამე ცუდი გავაკეთებ. ხო. დღეს ღამე წავალ გვიანობამდე სიგარეტს. ვიტირებ. ვიტირებ. ხო და მოკეთ პასუხისმგებლობა არის ის რომ კი არ უნდა დაელოდო რაღაცა რო არის გასაკეთებელი. თუ შენ შეგიძლია უნდა გააკეთო. კი ბატონო. აი მას რო აკეთებ, ოჯახიც დალაგებულია, სამეგობროც, სამსახურიც და ქვეყანაც. ერიც. ხო და მე თუ პრეზიდენტი ვარ და ვიცი რომ აი ეს რა ვიცი, აი ეს ქუჩა პროცივზე რო გავდივარ და ნახევარი ქალაქი ეს შევცვალო რა თმინდა რაღაცა აი ეს და მე კიდე აქ მოსვლა რა. ტრამვაი? და ტრამვაი მე ტენდერებს 40 წლის მერე თუ რა თქვა რაღაცა 35 წლის მერე ჩემი ბავშვები მეთქი რა ვიცი მე რა პირველად მე ვიყავი ალბათ 5 წლის რა ვიცი მახსოვს ბავშვობას რაც გახსენებს თუნდაც ტრამვაი ტრამვაით ბავშვობას რაც გახსენებს ხო ავტომატურად კაი განწყობაზე დგები ვერ ვიტყოდი სიმშვიდე არ შემოდის შენში ბავშვობაში როცა ბრუნდები ფიქრიდან სადღაც მოხვდი და ის ადგილი გახსენებს ბავშვობას კი, რაღაცები მახსენებს ბავშვობაში. ნახე რატო გეკითხები? ხო არ გგონია, რომ ბავშვობა იმიტომ არის ყველასთვის ამდენად ნოსტალგიური და საყვარელი და ყველას იმიტომ დაბრუნება, რომ პასუხისმგებლობა იყო ნული. კი, როგორ არა? პასუხისმგებლობა ეგ არის აუდიტორებს. თუ არის სხვა მიზეზი. ხო, ანუ ეგ მინდა რა. ერთ-ერთი მიზეზი. ჯაჭვი რომ მე მგონია რომ კიდე პლუს ის არის, რომ შენზე ბევრი ადამიანი ზრუნავს. ხო, ეგ მეორე. ხო, მაგრამ ეგეც არის ხო ბავშვებს შეიძლება ის გქონდეთ, რომ აი უცებ რომ მარტო ვიყოთ, მაგრამ ეგეთ ფიქრები არ მქონია. თუ ხედავ რომ უსაფრთხო გარემოში ხარ, შენზე ზრუნავენ, რატომაც არა და პასუხისმგებლობები არ გაქვს. მაგრამ კიდე არის რომ არიან ბავშვები, მე ვიგეთ ეგეთი ბავშვი ვიყავი. არ რაღაცა პრობლემებს არ მოხვებდნენ თავზე, მაგრამ მე ხედავდი ქვეყანაში ანუ მე მახსოვს ჩემი თავი. მე-4 კლასში თუ მე-5 კლასში ხა მეზარება გამოთვლა, იმიტომ სულ არ მახსოვს როდი ჩავაბარესა. და შევარდნაძე ტრაპიდან რომ ჩამოდიოდა გულში იმ პატარა ანამ თქვა რომ იქნებ ამან მაინც დაალაგოს თქვა და ეს ისეთი სევდიანია ეს დაშორთერა პატარა ანას ამბები და ეს ისეთი სევდიანია ეხაც დამბურძგლა აი ძალიან გული მდგე ეხაც დამბურძგლა მეც ხშირად მომხდ ხო და აი მე იტყვი რომ აი ვინ გეკითხება საკუთარი პოლიტიკა შენქენი და ისა და ანუ შენ სადღაც 9 წლის 8-9 წლის ადამიანს ბავშვს ქონდა ეგ უკვე აი რაღაცა მე მახსოვს და ეროვნულობის პატრიოტიზმის შეგრძნებები ეგეთი მაქსიმალისტი არ ვარ აი ვერ ვიტყვი რომ ეგეთი პატრიოტი ვარ რომ ყველას და ყველაფერს დავდებ გადავდებ იმიტომ რომ ძალიან აი ვიღაცების დათმობა ძალიან ხათრიანი ვარ ვიღაცებისგან მახსოვს უდიდესი სიყვარული სიკეთე და ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა რომ დღეს თქვა ძალიან სხვა რაღაცებს და ვერ გადავხაზავ და ვერ მივადგები და ვერ ვეთყვი რომ ეი შენ ამას რატო აკეთებ მოღა ანუ ძალიან მიჭირს ამ ფორმით რა უბრალოდ მე შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო ჩემი თქვა და მე თანავუგრძნო და აი შენ მაგაზე მაგალითად გაგიტრაკო რომელიც ძალიან მიყვარხარ და აი უდიდეს პატივს გცემ მიჭირს რა მე ვერ გეტყვი იმდეს პირიქით შენ შეიძლება უფრო მე მითხრა რომ შენ რა ბანძი ხარ ვიღაცები გიყენებენ და შეიძლება შენ რაღაც მომენტში უფრო მართალი იყო შენი გადმოსახედიდან ამასაც არ იმიტომ რომ უბრალოდ ვიცი იმიტომ რომ ჩვენ ხო ადამიანები გვიყვარს იმის გამო რომ ორი დღისთვის ხო არა ანუ ვუყურებთ რაზე დგას რა ჩვენი ურთიერთობა და იცი კაი ადამიანია და რაზე დგას მისი მორალი და უშვებ იმასაც რომ მის ვარიანტსაც განიხილავ
და მოკლედ საიდან დავიწყე არ მახსოვს მაგრამ გადავახვე ედიკადან ხო და ეგეთი არ ვიყავი რომ აი რაღაცა ხო აი ესე ბოლომდე და 41 41 ის არის საერთოდ ახლოს არის არა სხვა პონჩი ვთქვი 41 წლის ყველაზე ის არის რაღაცნაირი მტკივნეული ასე იმედია მე ძალიან გავცისპერდები რუსტავიორის ლოგოსავი ერთად შემარასაშინა როგორ თან აგიგრძნობთ არ ვიცი საშინად მეტკინა გული ეხლა გაგისტორდება ედიკა რო ისე ტრამზე გაიჭდა არა რა საშუალელი არა ანუ რაც ხდება ის გიჩვენია აი რო ეხლა რო აი რა ვიცი იესო ქრისტე ჩამოდიოდეს ტრაპზე ალბათ აი ეგეთი იმედით უყურებდი რომ ანუ ვიღაცა ძალიან დიდი ქვეყნიდან ჩამოდის რო აქ დაალაგოს რა მომაც ბერლინი დაარაბა ფინეთიდან აუ ფინეთი არის საოცნებო ქვეყანა მათი სწავლის სისტემა თუ რაღაცა და ძალიან რა კარგები არიან რა ძვირია უბრალოდ რა ხო ხო და პირველად გახსოვთ აი ეგეთი მომენტი, როცა იგზენით თქვენ თავზე რაღაცა მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, აი ბავშვობაში მაგალითად, აი რაღაცა ჩაგაბარეს და ამას სერიოზულად მიუდგეთ. ეგ ბავშვობის დროინელი არ მე მახსოვს ეგეთი მომენტები, მახსოვს აი პირველად რომ ბაზარში მე თვითონ წავედი, ნუ მეთქი სია ჩამომიწერეთ და მე წავა და მე მოვიდა. სულ პასუხისგებლობა ცხოვრობ სანამ დავუჭახდი და ბედურება რა. ერთ ბაშად არ ვიგრძენი მთელი პასუხისგებლობა, რაც მანამდე გამოვტოვე. იცი რა, გოგოები უფრო მალე ვიღებ და ჩვენ თვითონ. მე ხარ მახსოვს ესე თუ ძალიან პასუხისგებლობას ვიტყვი რომ ძალიან მშვიდად უნდა ჩამეტარებინა ეს აქტი, ჩემი სკოლაში მარტო წასვლა და მოსვლა იყო, რომელიც ცოტა შორს იყო და მე. თუმცა ხო, ჩემი ძმა რო დაიბადა და შენ უნდა მოვუარო, ვარ მეიჭვიანა თუ რაღაც ეგეთი ჩამეტარეს და ისე დამაგოიმეს. ჩემ დასრულიდი რა. ხო, და არ მიეჭვიანია, დღემდე მიხედავთ ვისა რომ ვიცი რომ ჩემი ძმა უფრო გიყვართ, არ არის პრობლემა, მაგრამ უსაყვარლესია მეც უფრო მიყვარს გიორგი, არ არის პრობლემა, მაგრამ დღემდე ისე ჩამაბარეს რომ დღემდე მეუბნება რომ არა ხარ კიდე უფროსი და დაწყნარდი და მეც დიდი ვარ უკვე და დიდია ძალიან. ძალიან დიდია და ზოგჯერ და მე რაღაცა მომენტი უფროსი ანუ ყველა და ყველაფერი და ჩემი ძმა ძალიან ხელშეუხებელია, იმიტომ რომ ძალიან აი ძალიან აი როგორ ვიტყვი რომ შვილისთვის ხო ანუ იცის თვითონაც ეგ ყველაფერი არ არის საჭირო გეყოფა შენ ის რაც გაქვს მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ასევე ეს პასუხისგებლობები როდესაც ერთი კაცი აკეთებს არის საშინად დამანგრეველი და აი ფოთვით აშლობებს რო ვეძახი და მშობლობის დრო რო ყველაფერში აჩქარდა და ვეღარ რაღაცნაირ გაწიანებებს ვიძახი რო აჩქარდა ყველაფერი და ვერ ანუ სტრესი რა udroობა ყველაზე დროში ხარ შეზღუდული ამის გამო მე გეწყება იქ უნდა მიხვიდე ის უნდა გამოიყვანო ისე და აი სულ ვიძახი რომ ერთი მე ვარ ანუ დივანი ვარ თქო მგონია რაღაცა ოჯახის თუ რა დაწესებულების იმიტომ რომ ხო რაღაც ამის მენეჯმენტი გვიწევს ეგ ხალხს ერთ-ერთი და ეხერხება, იმიტომ რომ სასწაული multitasking-ი ქვია რა მაგას. კი, არა, ეგრე. არა. უპირატესობა ხალხს კაცთან მიმართებაში ეგ აქვს, რომ ბევრი რაღაც სუქალები არიან, აბა თუ დააკვირდები. იმიტომ რომ ეს სკილი ხარ. ტელეფონზე შეუძლია ილაპარაკოს, თან რაღაცა წეროს, თან ბავშვი არ წიოს. რაო? მოკლეკაბა უფრო მდივნებს უხდებოდ. ვერ გაიგებ ეხლა რაღაცებს დაგაბრალე. ვიღაცას მოკლეკაბა ქალზე მოსწონს, ვიღაცას კაცზე, მაგაზე არ არის. უბრალოდ სკილი რაც თქვია. ხავს კაცი მდივანი მოკლეკაბაში. მე მინახავს მოკლეკაბ დივანი არ მინახავს მოკლეკაბიანი და რაღაცა ეგეთი მეც მინახავს მაგრამ იმაზე დივანზე საუბარი მაგით ვარ ნახავთ ალბათ შეიძლება არ არიან მაგით ალბათ კედის კონჩა ჟღერს არა სექსისტურია შე უკვე ჟღერს ძალიან ლამაზი ნათქვა მიიღო ეს ჟღერ და აღარ ეხა ჟღერს რა შენ გააჟღერე შენ ხო მე-11 ეპიზოდი ბუნკერი და მარტო რომ მიყავს ცოტა ხანი რო არ არის ნიკოლოზა დააკენსელეს დისლაიკი გავა. პირველი პასუხისგებლობა მეც ეგამახსენდა რომ ჩემი დაზე ჩამბარდა რომ პირველათო მოკლედ ხო ჩვენ სახლიდან მივიდივართ მიხედე ამას რა და ანუ ჩემი მშობლები სანამ მას შუქი არ იყო ლიფტი არ იყო ჩავიდნენ ჩემი და ეგრევე აინიდან გადავიდა და უთხრა რომ ყვიროდა რომ მიშველეთ ჩემა და ჩემი ძმა მკლავსა 3 წუთიც ვერ გავძელი მართლა მაგრამ პატარები ვიყავით რომ გავიზარდეთ მე ერთად კლავდით ხვებს თავისი დაკლავდა არა ძალიან საშიში რაღაცა რომ უნდა მოითმინო ბავშვობაში იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ქვეყანაში ეგეც ხო რაღაცნაირი პასუხისგებლობა გაჭირვებული ქვეყნის ოჯახის შვილის პასუხისგებლობაა რომ მე მინდოდა ბარბის სახლი აი ცი ამდენი ხანი მინდოდა და ნუ არა რა ვქნა ბოლოს მითხე შვილო არავინ არ მოდის ამ ამერიკიდან და ბარბის სახლს რატომ მინდოდა
ეს შავში არ ვიყავ ეგეთი ვარდისფერი და გოგო და ბარბი სახლი. ეტყობა რაღაცა შემა რაღაცა ქალურობამ, საწყისმა რაღაცა გადარჩენა მოინდომა იმ ნაცრის პერსიპციაში და მოიფიქრა რომ იქნებ ბარბის სახლმა გამაბედნიეროს თუ რაღაც ალბათ არ ვიცი ან რაღაცა დროს ყერავდი და ვაცმევ. კიდე რატომ მაკაცობის პასუხისგებლობაც ხო ერთ-ერთი პირველი არის ბავშვ აი ბიჭის ცხოვრებაში. ეხლა მე და შეხო ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ეს ჩემზე პატარა არის 3 წელი თუ 4 წელი და ეგეც მახსოვს რომ მე და შე სადმე გარეთ გავდიოდით ნელიბებია სულ მეუნებოდა რომ მიხედევ ამას მაგრამ იქ რამდენად პასუხისმგებლობა ეს გამაგებინე ქართველი ძმაკაცის დასთან რო შეყვარებულობა არ შეიძლება რა მაგას მეტად უფრო გაგებინებს იმიტომ რომ მე და არ მყავს და თვითონ ყავს ან ძალიან მეჭვიანობდი ჩემ დაზე ლამაზი არის თან რა ჩემგან განსხვავებით რა და სულ ულამაზო რო ყოფილიყო ნუ მაინც რა მაგრამ იმას გულისხმობ რომ ხშირად მოდიოდნენ ტიპები აი მაგალითად ჩემი სკოლელები რომ აუ ირაკლი იცი რა არის შენი და ვსე უკვე ცემა დამთვალ ის იყო აიუნიდან ყვიროდნენ ეგრევე ჩხუბი იყო რა და მე რაღაც მომენტში რომ შევატყვი რომ გაიზარდა და რა ჩემი საქმე არის ეს ვისთან იქნება. ხო, მაგრამ სხვა შეკითხვა დაგიწყო. ხო და ძმაკაცები არასდროს ან კარგავ ძმაკაც მაგ დროს? ჩემთან არც ერთ ძმაკაცი არასდროს არ მოსულა, შეიძლება ჩაიკლა. რომ მოსულიყო? ჩაიკლა, ჩაიკლა. სულად მოვიქცეოდი ძა. ხო და აი რა მაგის თავარი მიზეზი რა არის? ეჭვიანობა და ბანზი მენტალიტეტი რა. და იასნაგი მენტალიტეტი ვერ ვიტყოდი რომ მარტო საქართველოში პრობლემა. ყველგან ეგრე არის. ზოგადად ბანზ ცუდს ვიძახი რა, ანუ რაღაცნაირი კრედო არის მეგობრობაში რომ შენი ან შენ ძმაკაცის არც ცოლს, არც დას, არც დედას, ანუ ქალბატონს შენი ოჯახი, შენი ძმაკაცის ხიდან არავის არ უნდა გაეკარო. სხვა თვალით არ უნდა შეხედო. მე ეგრე მასწავლეს, ხო. ოჯახში რო შეხვალ, იქ მყოფ ქალბატონებს სხვა თვალით არ უნდა შეხედო. ძალიან ბევრი ალბათ კარგი ურთიერთობა გახუჭებულა. ეგ არ ვიცი. არენდობი და იმიტომ რომ ყველა კაცმა იცის მეორე კაცი რაც არის. ხო, და იცი რა არის, შეიძლება მაგდროს ძალიან ბევრი კარგი ურთიერთობა დანგრეულა და დაღუპულა. ყველა ქალმა იცის, ხო? ქალმაც იცის კი? ხო იცის ეგრეა. იქ ქალს რო შეხედავ, ქალს ჩვენ ეგეთი ძალიან მაგარი დავალება გქონდა ბოდი. არა უშავს, მე ძალიან უინტერესო რაღაცებს ვიყავ. არა. არა, მიდი. რა ლაპარაკო საერთოდ, უბრალოდ მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ვერ დავხო. მილაპარაკე, მაგითო წამო. მე ვარ ისე. მე სპეშალ. ერთი წუთი. შენ რამდენიც გინდა? ერთი წუთი ჩუმად იყავი. დაგ დამავიწყო. ხო, მე ჩუ. ხო და მიკროფონი დავწევ. რაღაცა უნდა მომიყოლა, კაცო ეს რა ჭირს რა უმბენურება, სტრესის გამო, ძმაკაცის გოგოსთან და ეგეთ დამავიტო, პასუხისგებლობას და კიდე რაღაც სხვა რაღაცა. ოჯახში სხვა თვალით არ უნდა შეხედო და სიყვარული. მე რამდენი ეპიზოდია ეს? სხვა თვალით ყურებად, მე ყურებად, არა, სხვა რაღაცა გამახსნა, კაი რაღაც უნდა მეთქვა. პასუხისგებლობაზე ვიტყვი კიდევ ერთს. ანუ ჩვენ არიან ადამიანები, ვინც იღებენ ინიციატივას, ვერ ვიტყვი რომ ეს არის ლიდერული თვისება თუ რაღაცა და ან ბავშვობიდან რო არ დავიწყოს, ბოლო ეპიზოდით დავამთავრებ. რაღაცა, ან ქალი და კაცი რაღაცა და ნუ დავამთავრეთ რემონტი და ეხლა გადავედით 4 ვაზა ხო გვაქვს? აი ესეთი რაღაცნაირი. რო აკეთებენ და მე რო დაეჯახები და ფორმა. ეხლა მე მინდა მეხუთე, იმიტომ რომ ამას რაღაც ესე და რა თქმა უნდა ჩემი ქმარი ამას უკვე მიხვდა და შენ როგორც გინდა, ეს არის ჯადოსნურის და არა შენ იქნებ გინდა, არ იქნებ შენ როგორც გინდა, იმიტომ რომ მეხუთე ვაზა მინდა მე რომ აი აქ რო წიგნს დავდებ ამას მივაყუდო და მე ვიღაცა რომ ეს ფერი და რა ვერ გაიგებ და სხვა შეს მე ვთხოვე რომ ერთი დღე მეთქი ერთი დღე ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თქო მე რო კაცი ვიყო ერთი დღე იცი რამდენი რაღაცაზე გავჩუმდებოდი ანუ მე მივხვდებოდი რატომ შენ და შენ მივხვდებოდი რატომ მე თქო პროსტა შეიძლება ტვინი გადაგეწვას რამდენ ნაგავს ფიქრობთ ქალები რამდენ რამეს წვრილმანს ვაიმე აი შვილმანებთანაც ხო ფიქრობთ და აი წვრილმანებზეც როგორ შეგიძლია ხა რომ აი რა ვიცი აი ძალიან და და მოკეთ გამოვიარე და დავამთავრეთ რა ვიყიდე და რაღაც შევავსეთ ესე და სამზერელოში მოვინდომე რომ მე ხა იცი რაღაცა ესე მინდა რომ რაღაცა ყვავილებიანი ფარდა ვიყიდო აი გავაკრა და ეს სარეცხის მანქანა ესე რომ და ესე იმას ვთქვი რომ სადღაც პინტერესზე რომ ვნახე სანამ სახლიც არ მქონდა ვამბობდი რომ ეს ფარდა მაქვს მე იქ სახლი რომ ექნება აი ეს უნდა იქ გავაკრა ესეთია ქალი ანუ ჯერ ჭიქა რო გაქვს და სახლს რომ მე ყიდულო მაგრამ ეს ჭიქა მე დავდე აქედან იწმევ და მაგრამ მაგარი ფოტო გამახსენდა ეხლა რაც მოყევი რა კაცი როცა მარტო ცხოვრობს ერთი და იგივე ოთახია გვერდი-გვერდ ეს
ესე რა. კაცის, ანუ ქალის გარეშე როცა მარტო მატრასი რო გდია და ქალი რო არ და სულ კარადები და ტანსაცმელები რა. ის ხო აქანა დავდგა სტენკას ტყუილა კი არა. ეგრევე იწყებს იმას. ძირს დაიძინებს, სადა ქალი უხდება კაცს. ანუ მარტო ქალი დაჟე უფრო გაკაჩავს ჩემი აზრით. დღეს რა მაგარი. ვიდრე მარტო კაცი რა. ვიტყვი რა სანამ მარტო კაცი ამბანძდება. დღეს ძალიან მაგარი რაღაც მოვისმინე რაღაცა სკროლავდი და თან ვიღაცა ცნობილი სელებრიტის ის არის ვიდეო და ვითომ მაგის ნაცნობია რა და აი მაგალითათო კაც შიშველი კაცი რო შევიდეს ქალების აბანოშიო ხო დედის ქალებიო პანიკას ატეხავენო და რავი გალახავენო და შიშველი ქალი რო შევიდეს კაცების აბანოში ყველა ბედნიერი არისო ამიტომ კაცები ეგრევე წაუწევებიო და კეთილშობილებიო კი ხომ მაგაზე გამახსენდა ბავშვობაში სულაზე რო დავდიოდი ერთი მხრიდან იყო გოგოების გასახდელი და სულ იქიდან შევდიოდი ხო ვაიმე დამავიწყდა ბოდიში და წილკივლით მათ ჩუსტებით მაგდებდნენ ხოლმე იქიდან. და აქეთ სულ სიმშვიდე იყო. აქეთ კაცებში არ მინდოდა შესვლა საშინელები. შენ კი იოდი აქ რო შენ თვითონ რო შედი. ბავშვისთვის შოკი იყო შესვლა იმენა. მიგასი. ქალი მართლა ალამაზებს ადღეგრძელოსავი და ყველა იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინც ალამაზებს გამის გარშემო. შენ გიზაცვალე ანა. ქალი ან აგაშერებს ან დაგაქცევსო, ხო იცი ეგეც ეგრეა. ხო და ბოს ალბათ მართლა იქ ბანძ რაღაცებზე მიდიხარ, ან ძალიან მარტივად ბანალურ სიმართლეში კი ბანალურ რაღაცებზე დგას. ბოლოს ჩვენ ხლართავთ, რომ ვაიმე ეს ფესერია, სექსისტურია ეს სინამდვილეში ესეთ, მაგრამ მაინც ვართულებ. მე და ორი მხარე კი არა, რა იცი ამდენი აქვს და ესეთი აქვს და ხო და მე მგონი მაგან აგურია ზუსტად რომ ვეღარ ვარჩევ ტყვანს და მართალს და თეთრ რეალურად ვართულებთ რა ყველაფერს ხო და ზოგჯერ ძალიან მარტივია ძალიან შეთანხმებაზეა ხო ვაფშე რა ოჯახი თვითონ უნდა შეთანხმდეს ვინ რა უნდა გააკეთოს რა თუ უნდა კაცმა სახლი ალაგოს და ქალი მუშაობდეს ანუ ძალიან ინდივიდუალურია რა გინდა თუ არა ესე უნდა იყოს მაგასაც არ ვემხრობი რა მაგრამ ქალის რაღაცა ინსტინქტი საითაც ეძახის და მიუშვა რა აი მაგალითად ბავშვს გაზდა ხალხს ხო უფრო ანუ იმიტომ კი არ ვიძახი რომ ქალმა იმარტივება იმიტომ რომ ბევრად უფრო რაღაც კომპლექსურად ფიქრობს რა კაცმა შეიძლება ერთი ჭიქა რომ მიაწოდა უსო გაიჭედოს რა იმიტომ რომ სამ რაღაცაზე ვერ იწყებს ფიქრი რა ნუ მე ჩემ თავზე ვიტყვი აი ყველა კაცზე არ გულისხმობ რა რა სახებით გიყურებენ ისინი კი კაცში არ ჩანან ეხა გოგოები ბევრ რამეს აკეთებენ ერთდროულად რა და ანუ ეგ რა არის აი ხამე ბავშვს რო სიცხე აქვს და დედა და ვინ დგება ანუ შეიძლება დედაც კვდებოდეს არა მამაც დგება და ჩემი ქმარიც დგება მაგრამ უფრო სტატისტიკურად მამა დგება იმ შემთხვევაში როდესაც იცის რომ უკვე პროსტა ეხა უნდა ადგეს ეხა შენ უნდა ადგე რა რო ეუნება ცოლი რო ეუნება შენ უნდა ადგე ყოველ დღე ჩემი ქმარი ბავშვები რაღაც ხელოვნურ კვებაზე იყო 6 საათზე დილის 6 საათზე რაღაცა წლების მერე როდესაც ყოველ 6 საათზე ლევანი აკეთებდა კვებას რომ მე უბრალოდ გადამული ძილი მქონოდა 1-5-6 საათი 8 საათი ძალიან კაი არის ძალიან შორს ვიყავი 14 წელი არ მეძინა ანუ არ ვიცი რაღაც საერთოდ არ ყოფილა საჭირო დედების დანაშაულზეც მინდა რაღაცა ვთქვა და სანამ იტყვის გამოიწერეთ ბუნკერის არხი გამოიწერეთ სანამ საშინელებას ვიტყვი ახლა რა შენ მაინც უთხარი გამოიწერეთ ამ ეპიზოდის მერე ესენი უფრო მეტად კეთილშობილები იქნებიან გოგოებო დამიჯერეთ ან გაუბედურებიან დიასახლისებო გამოიწერეთ ხო და ეხლა დიასახლისებს უნდა დავარტყა ოდნავ რა დედებს განსაკუთრებით რა აბაგეთ გისმენს ეხლა უკვე აგერა ვარ ანუ პასუხისმგებლობას რაც შეეხება რა ხო ეხლა უკვე აი ძალიან მარტივ სიტუაციას გეტყვით რომ დე რა ბავშვი ხო სულ დედას ყურის და შირათ მინახავს ყველა ოჯახს არ ეხება რა თქმა უნდა რომ დედას მიაკ აი ესე რა ტიპის ის უკვე დიდი ტიპია რა და ზის და წალი მომიტანე რა და ანუ ეს ტიპი ჩემი აზრით ცოტათი რაღაცნაირად არ შემდგარი ადამიანი გაიზრდება და გვიან დაეჯახება კაკრას მაგ პასუხისმგებლობის ძალიან დიდ ტალღებს რა და მამის გაზდილი არის კი თვითონ გადარჩენის ხო რა და ის 40 წლის ტიპი რატომ მიაკ დედას გეტყვი მე რატომ მიაკ დედას მოდი ეგ გავშალო რატომ მიაკ დედებს იცი იმიტომ რომ დედამ ერთი 20 წლამდე რო არ მიუტანა და ეს გახდა სალაპარაკო მიტანე მიუტანე შეჩემა თუ რაღაცა რო უთხრა ქმარმა
ხო და მე ერთი-ორჯერ ქმარმა მიუტანა, იმიტომ რომ ქმარი ძალიან ჯიგარია, იმიტომ რომ შვიცერიაში ერთხელ მიუტანს რატომაც არა. ან ძალიან ამას ძალიან გაშარჟებულად ვამბობ. ქმრებო, არ ჯერ ქმარ ლევანი, არ გაბ ანუ საერთოდ ვამბობ რა. ზოგადად რაც გვინახავს და ხო ან უფრო ნაკლებად ერევიან ისინი და მათთვის არის და დედა აწვდის 14-ჯერ, ანუ აქ რაზია ლაპარაკი, რატო არ აწვდის დედა წყალს? მეც მამა ჩემი მაწვდი და სულ ამბობ, ეს წყალის მოწოდება რა არის? ლოგიში რომ დავწვევი, მომაწოდე და დედა ჩემის მახსოვს რომ აი წამოდგინე რაღაცა აბანავე ბავშვი, გაუმშრალე ყურები, წვირი, ისა თმა, წაუსვი, დამატენიანებელი, ისაც კიდეც ამოკითხე, რაღაცა ავი ყველაფერი. სკოლა ისა, ნუ კაი, რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცას გისვამ და სულ რაღაცა გკივა. აგა შენ ბავშვობაში კრუშკით გაბანავებდნენ და ეგეც ეყოფა ცდოდების მოსადანია. ანუ აემხა რაღაც მე ფეხები შეაწვინე რაღაცა ბოთლით უგრელკი და დააწვინე და წამოხვედი და წყალი მიდანეუნება და ეს ყოველთვის გძელდება. და სულ გეუბნები, აი რაღაც მუთფილმს რო უყურებ და შენეუნები რომ ადექი და მოიტანე, იმიტომ რომ ეს გამოუმუშავდეს, რომ არ ეგონოს რომ ეს თავისითაც შეუძლია ხელი. ერთი-ორჯერ როგორც კი მიხვდება, რომ ვიღაცა დედას ეტყვის, რომ კაი რა, მიუტანე შენ კიდე რა არის? всё, იქ არ არსებობს იმაროდეს, ხო? აი ეგა. შენი აზრით მაგიტოა 40 წლის ტიპები რომ მიდიან ექითა დედასთან ერთად, დედა რომ ამბობს და ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის. ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, ბოლომდე მიყვება იმ დედასთან, აი ყურე, აი ეგეც აუცნაურია, თუ რამე გაფუჭებულია, დედის ბრალია. და სად იყო მამა გამოესწორებინა თუ ამოსწონდა? ნადირობდა. ისტორიულად ნადირობდა. არაფერი იქვე იქვა დივანზე, უბრალოდ სიცხანარეში, შუქი რომ მოდიოდა, ისვენებდა. არაფერი, ანუ ყურე თუ რაღაცა დედის ბრალია და აუცილებლად შეიძლება რომ დედის ბრალი. მარტო დედას არ ვაბრალებ. მაშინ მეორე მშობელმა გამოასწოროს. ბაბე მის მინდა რომ ძალიან კარგი გაგებით, ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან და ის ყველა თაობა მანიპულატორები არიან ზუსტად იციან. მე ვაკადრე, იმიტომ რომ ქმრები უკვე გამინაწყენა ბავშვების იმედი მაქვს. ყველას გადაული ხა მე არავის არ მეშინია, ყველას გადაიხ, კაცებსაც გადაული. კაცები ჯერის დადგა. კაცებზე ხა რა შემიძლია ვთქვა, რომ კაცები როგორც წესი, მე რა კაცებიც და როგორი ტენდენციებიც მაქვს, ნარახი იქიდან გამომდინარე ვიძახი ხა. იაპონიაში არ ვიცი რა ხდება რა. საუდის არაბეთში. თბილისში გულისხმობ, კაცები იყვნენ როგორც წესი, სახლიდან გავარდნილები. ხო. და ნუ ეხ ყველაზე რა თქმა უნდა არ ეხება და ყველაფერს ყველა პასუხისგებლობა იყო გადატეხილი დედაზე, დედის დედაზე, მამის დედა, ანუ ქალებზე რა. და იმიტომ არის ბლენდერი, ქალური ბედნიერება თუ მაგას ვამბობ. გარეთ ხო ტიპი ალაგები. რა სალაგები. ბიჭო, საჭმელი მოქო, მაყუთი მოქონდა რა. აი, და ეხა ქალი ყველაფერს აკეთებს, ანუ მამაც არის, დედაც არის. ზოგადადაც ფუნქცია ხო ეგა ტიპი, ანუ კაცი ნადირობს, ანუ სამყარო შექმნა რომ დაუწყო, კაცი ნადირობს, ქალი ამზადებს. მაგრამ აღზრდაში თქო უნდა მიიღო მონაწილეობა. ანუ რა თქმა უნდა, მე რომ პარტი მოვიტანე, დავდე და წავედი, ეგ სწორია? არ არის სწორი. ის იმდენივე შრომობს ქალი სახში, დაახლოებით 24 საათი, კაცი შრომობს სახლისთვის ალბათ 7-8 საათი რა. ნაკლები. სტაჟი. ხო, ეგრე. განაჩენია გავაკეთე. ოჩა, კაიცოლი ხაში, კარგად გაგიწოცნია. 4 საათი. ხო, მე მარტო ქალებზე არ მაქვს, მე ყველას მიმართ. არა. ნამათრახები მაქვს. მე ხა ისე თქვა, რაღაცა თაობა. მე მომხრე რომ ბავშვები ცოტა სპარტანულად გავზარდოთ რა. მე მზრდიდნენ ეგრეშე ჩემს ბავშვობიდან მეც ეგეთი მომხრევს ხო შეიძლება ვიღაცას უთქვამს ო რა ნაირი ტონი გაქვთ აი ერთხელ რა მახსოვს ციეთყობა მე მაქვს რაღაცნაირი ხმაურიანი არა ეგრე კი არ უნდა დაარტყა და კი არ უნდა ცემე და რა უბრალოდ აი აუხსნა უნდა რომ ხელები გააქვს ფეხები გააქვს წადი არ მიუტან წყალს წყალი თუ უნდა თუ არ იხჩობა თუ იხჩობა სასწრაფოს გამოვიძახებ რა ის დადგება და დალის ერთხელ ორჯერ ხო რა ადგება დალის კარგი ამ კომფორტში რაღაცა ჩემს იმას ანუ რაღაცა წავიყვანა იმ ამბავშვებს ისედაც არაფერი არ აქვს თუ რაღაცა ისედაც სულ რაღაცა სახში ყრიან რაღაცებს რო იძახიან ხოლმე მშობლები და საწოდავად რო დახატავ ჩვენი ბავშვობა გახსოვს ანუ ეხლა ბავშვი რაღაცა ფერად დიდ მაღაზიაში რო მოხვედრილიყავით ჩვენ მინდა რომ შევარდნაძე რომ მიხაროდა და მე რო რაღაც H&M-ში რო საშოპინგო წავიყვანე დედაჩემს და ან რა ვიცი მე H&M რა ვიცი წავიყვანე იქ მივხვდეთ და დიდების დასაცმელი ჩვენ გვაცმევს H&M უკვე რა დიდი სიამოვნებით გავიზმარები მან ხო და ანუ ეგ და რო კონდეთ ინტერნეტი შუქი რო კონდეთ ამდენი ანიმაცია რო გვეყურებინა ჩვენ ძალიან ცოტა ანიმაციას უყურებდით და ყველას ჰქონდა ეს აი ტომი ჯერის ერთი შუალედში ოცნება რომ იყოს კიდე იყოს კიდე და კიდე რომ გენას ხო უყურებ გენა რამენი ნიანგი კრაკაძილ გენა კი ქართულად მიხსენებდი კი კაცო და ძალიან მოგწონს გენა ხო და ნუ პაგაძებით და ასე შემდეგ ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ ბავშვებს ახლა ჭირდება ჩვენგან
მენტორობა, საღი აზროვნება და ზღვარი სადგადის მეგობრობასა და მშობელსა და შვილს შორის. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობა და იმათი პატივისცემა მე მგონი ჩვენმა თაობამ ცოტა სხვანაირად გაიგო. ხო. შეიძლება ხო მე მქონია რომ სადღაც მივედი რომ ანუ უთხოვი რომ მე არა ვარ შენი დაქალი თუ შენ არ ხარ ჩემთან დასადაქალოდ შვილს კი იმიტომ რომ არიან დაქალები და მეგობრები ვისთანაც ასე ლაპარაკობენ მე არ ვიცი ხე სწორია უბრალოდ მომიწია ესე რაღაცნაირად ანუ ისე ყველგან მოვიდნენ და მივხვდი რომ ყველა ჩემი დირექტორი გახდა რომ მივხვდი რომ უკვე ცოტა რაღაცა ფარი უნდა ეს არის ჩემი და ხა არ დაგინახოთ არავინ და სუმეურებიან რომ აი შედი შენი 1 საათი დაიცავი და აი იმაზე რომ იმ 2000 ევროიან კონტრაქტს რომელიც ინგლისური იყო და მაშინ რაღაცა ბ1 მქონდა ინგლისურის ისა აი ესე ვკითხულობდი სადილს დავამატე რაღაცა და ჩემს შვილს ნუროფენი დავალევინე და ამას მოვაწერე ხელი სამზარეულოში სამი რაღაცა ერთდროულად გააკეთა ისე რომ ეს იყო პირველი რაც თქვი რომ ვაუ მეთქი რა მაგ ყველაფერში მიძლია თუ რაღაცა და მე ფსიქოლოგიურ რაღაც შეხვედრებზე და იმებზე რომ მივდივარ დახატე თქვენი თავი და რაღაცა მე დავხატე რაღაცა გამოქვაბულში ვიყავი და 6 ხანჯალი მეჭირა ესე და ზურგით და ანუ რა გჭირს მე მომეფერა მე თქვი ამჭირს უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემი დასაკვირვად შერაგე ხანჯალი გააცე შენი რა ეგრე ანუ მივხვდი რომ ამდენი რაღაცა მაგ ყურადღების წრეები საკონტროლო და ხო არ ვიცი ეს ხასიათია კი მეუბნებიან რომ ძალიან კაია აღონდ ესეთ შემნაირ ადამიანს აუცილებლად უნდა ყავდეს 1-2 ერთი საკმარისია აი სუფეხებზე რო კიდია ძალიან უდარდელი მეგობარი რომელთანაც გაივლის თერაპიას და ეთქოს რომ დაიკიდე ადამიანი ცოტა ხანი რა არა პროსტა გეუბნება რომ დაიკიდე ეს ლოგიკა არ ჭირდება უნდა დაიკიდე კი რა სულეთია დაიკიდე რა ყველაფერი თვითონ კი აუცილებლად ეგრე რომ მეუბნებიან უფრო ნერვები მე აუცილებლად ხანდახან უბრალოდ airplane-ზე აყენებ ტელეფონს თუ რა ვაფშე ყველაფერს ამ ავტოპილოტზე უნდა გადაიღო ნეგატივს და რო გონია რომ ყველაფერი დაიღუპება არ დაიღუპება უბრალოდ შენ უნდა მე კიდე ძალიან მაგრამ მევასება ზოგჯერ ძალიან საჭირო არის დარესტარტი აი სტადიონებზე და საბავშვო მოედნებზე რა ხო ძიძები დედები ბებიები და 1-2 კაცი თუ გაიშლება ხომ აი ძალიან ვერთობი რა ეწევა უოჭო არა ავტოპილოტზეა და მაგრა კიდია ის ბავშვი ტალახ ჭამს თუ მე ვეშუდი მოდით რო ესე რო უჭირდა ბავშვები ესე რო ხო და თალაპარი მე მაგარი ის ავტოპილოტი ნიროჟავარ მაგას ვერ ვშვები მართლა აუ ვერა შეჩემ არ გაიქცე გაუხლიანდები ხარ დავყვები რა აი 3 მეტრზე ვერ ვშვებ მარტო ხო და გაუშვ ვერა აი სტადიონზე გაუშვ ამიტომ მე ჩემი არ ჩავუყანო ხო აი კაი გამოსავალია ხა ისე ყვები რომ ის ჰოროსკოპით რა ხარ რო ეკითხებიან ხოლმე ვიღაცებს და მაგით რომ დასწრებს დაგიდება თევზება შეგიძლია თევზის წარმომადგენელი ანუ შენ პლანე გიყვარს თუ რაღაცა ახასიათებს თქვენ გაორება ანუ თქვენ ერთ კვირის თავში იძახით რომ არა არავითარ შემთხვევაში და კვირის ბოლოს იძახი რომ ხო და ეგ ცუდი გამოსავალია აა მაინც უთხარ ეგ დებილობა იციან კი არ დააკვირდი შენ ცოლს კითხე არ დაკვირები ხარ აგეთ რა შენ ცოლს მიწერე ანუ შეუძლია 15 დღის წინ კატეგორიულ ვარს რასაც არავითარ შემთხვევაში არა მიდი სადამდე მიდი ხარ რა 15 დღის მერე ვაფშე არ ვიცი რო თევზებში არა თაცაგარელი ეხლა ავაკაცრა მე და მე რაღაცა მინახავს ის და მე ვთქვამთ რომ ხო თევზებმა ეგრე იციან აი ვიღაცები მყავს მე ძალიან მაგრა იციან ხო მაგრამ არ არის ეგრე ნახე ჯერ ერთი რომ ჩემზე ნაღდა და არ არის ეგრე არა შეიძლება არა ან კი რატომაც არა რა წარ აი ეგ როგორ მძულს აი ხალხი რა რო იციან რომ ესეც შენის არა იცი რა ვინ აი მაგის რო ჯერა ხო ჰოროსკოპი იყოს იმაში რა წარმოვიდგა იცი ის რო წერია რა ადრე წერია აი ხალხ ალბათ წერია გაზეთებში რო იყო რომ ორშაბათი კარგია და წარმოვიდგენ ხოლმე სადღაც ადრეც მაგას ოპერაციისთვის ძალიან კაი თელი ის რა ქვია თევზებზე ავიღოთ მაგალითად რომ სოფლიოში ვინც ვარ თევზები ყველას ერთნაირი კარგი ან ცუდი დღე რო აი როგორ შეიძლება ამ იდიოტობის გჯეროდეს არა თან ყველაზე ხო ყველაფერი ხარ ისა რა ქვია ეს ჰოროსკოპზე სერიოზულად არ არა სისულელეა შეჩემა აი ვისაც უსწორდება ვისაც ჯერა ვისაც აი ერთ კაცს ვისაც ეს იჯერა გაგვატარეთ ხო ეგრეა კი თუმცა ხა იქ ადამიანზე ცოტათი კეთილი ხარ, ან ცოტათი ლამაზები არიან, ცოტათი ყველა ცოტათი რაღაცა ვარ და მე ამას რო ჩავაწვეთებ, იმას მოვძებნი ჩემ თავში და როგორც კი მოვძებნი იმ თვისებას, აუცილებლად ის თვისება იწყებს მე გამოგვიძებას, იმიტომ რომ იქამდე არა მართლა იმენა თაღლითობა იცი არის ნიკოს კიდე პასუხისგებლობის თავიდან არის და რომ მე იცი რა მორიელი ვარ და
პარაკები ამას ხო ესეთი ხარ არა ჭიხარა ეგ ძალიან ის არის ხო კონტრარგუმენტია რომ რა ვქნა ესეთი ვარ და მიმიღე ანუ რას ნიშნავს ეგეთი მაშინ მე ესეთი ვარ და მიმიღე ხო აგერ წერია და მორიელი თქვა მორიელებს გაუტრაკე მაგრამ ხო და რა არის ესეთი პასუხისმგებლობა რაც შეიძლება აირიდო თავიდან და ნებისმიერ ყველაფერი გზა იმდენია და მეგობრებო პასუხისმგებლობა გაიქეც მაშინ რაღაცა დღე უნდა გქონდეს რომ ერთი დღე პასუხისმგებლობის არის ეგეთი დღე არის პარასკევი და გაიქნება შეიძლება საშუალო სტატისტიკური არ არის ჩემთვის შაბათ-კვირა ზოგჯერ უფრო რთულია ვიდრე სამუშაო დღეები იმიტომ რომ ოჯახს რასაც აკლებ ყურადღებას მე შაბათ-კვირაში მუშაობ სანაზღაურებელი რა და თანში ძაან და დასვენება ძილი გინდა პროსტა რაღაც და ისე ბანალურ სიმართლემდე ბრუნდებით რომ გადადებული საქმე ეშმაკის არის კი ეგ ეგრეა ხო ხო პასუხისმგებლობას გაიქცევი და წინ დაგხვდება და ძალიან წარეთ დაგხვდება რა მიდი თქვი გააგზავნე მე ყურადღებას ნუ მაქცევთ მე აქ არ ვარ სადაც წამოხს და კორეაო და რომელ კორეაში იყავი და რა ში კორეაზე ხო არ იძახ მომღერალი კორეაში ჩემს უბრალოდ ჯაზი ეგონა ადამიანი ჯაზუსმე და ეგონა ვიღაცა ტიპი იყო ჯაზი და მე გაარკვევს სხვა რაღაცა სტივენ ჯაზი გია ჯაზი კორეაზე გადავიდეთ ისე ხო სამხრეთში რომელ კორეაში იყავი და სამხრეთია ის მაშინ ანუ მიზონის ბრენდმა მიგვიწვია მოიცერთ სამხრეთი ის ჩრდილოეთი არის ცუდი და სამხრეთი არის იმბეცილი ვარ და ძალიან ტრადიციული ქვეყანა წარმოიდგინე აი ჩვენთან ჩოხით რო იდგეს ვიღაცა გზაჯვარედინზე და გეუბნებოდეს გაიარე გამორე ერთი წუთი გაიარე აი ესეთი ტრადიციული არა შუქნიშანიც არის მაგრამ არის გზაჯვარედინი სადაც ზებრა არის ჩოხოსანი ტრადიციული ტანსამოში ჩასმული ტიპი ხო, მაგას ამ დონეზე ტრადიციული არის. ძალიან სტუმართ მოყვარე. არაზში გადავდივართ ეხლა. ნუ დაგჭირდება კორეული ბრენდი, გამოგიგდებენ მე მაგას და იცინე რამდენი. მისონზე რაღაც მაგაზე ხო სკანდალებიც იყო, ერთი ამბავი იყო. სკანდალები არ ვიცი, მე არ მყავს ჰეითერები Instagram-ზე. შეიძლება რა პრინციპით აირჩიესო, იქ ინფლუენსერები იყვნენ წამოსულები, იქ TikTok-ი ამის საშუალება. ანუ TikTok-ზე ძალიან ჭრელი საზოგადოება არის რა. ეს ქართული კონკურსი იყო? არაფერი კონკურსი არ იყო, მიზონი ერთ-ერთი ძალიან გაყიდვადი არის ქვეყანა საქართველოს, შემოაქვს PSP-ში. ნახე რამდენი ბრენდი შემოგითვალა. ხო, თავის მომლის საშუალებები. არ გიხდის პულს. უებს დავადებთ მაგიმეებს. ანუ გონებო რომ იგი. ანტუ არა, უბრალოდ ხმაგაცი. კორეული ბრენდი მიზონს ჩამოაქვს PSP-ში მეტად. თქვი. ხო და მოკლედ ისა PSP ძალიან კეთილები არიან, მიაკითხეთული. ხო და ჩამოგვთ PSP-ში. რამდენჯერ თქვა. მოიცა დაამთავრებინე და აღარ იტყვის ბევრჯერ. თავიდან ვიტყვი რა. მიდი, თავიდან თქვი. ანუ რა ხდებოდა? კორეულმა ბრენდმა, რომელიც ჩამოდის PSP-ში. ხო. დაგვპატიჟა ჩვენ ის ხალხი, ვინც თანამშრომლობთ ამ ბრენდთან, რომელიც ჩამოდის და იყიდება PSP-ში. ხო, ჩახლად. მოკლედ, აი ეს იყო შუამავალი და მათ მე მიყავს რუბრიკა, რომელიც ამათ სპონსორი, ამ რუბრიკის სპონსორია, ვიღაცა სხვის გადაცემის სპონსორია და ვიღაცები ინფლუენსერები, ვისაც მუდმივად თანამშრომლობდნენ. და ჰქონდათ კონკურსი თორცები გამოცხადებული და გაიმარჯვა კიდე ერთმა იუთუბერმა. და აი ესე შეიკრა, მაგრამ მე როგორც TikTok-ზე ძალიან ბევრი ჰეითერები არიან და ეხლა ხო და არ ვიცი ეს არა ზოგადად ინფლუენსერების მიმართ და რაც არ უნდა თამამი იყოს ის ინფლუენსერი თუ ის ძალიან განიცდიან ამას რა ვიღაცები TikTok-ზე ამოგვიტრია ეს ყველაფერი რომ თქვით რომ ანუ რუსეთი მტერია მაგის გამო აი დაგეგზაიალეს ყველაფერი სიძახი მაგის გამო დალეწეს და ხალხს მიუსაჯეს და ეგ გაგიკვირდა სხვა არ გამიკვირდა. ხო და ეგ თუ არ მისონიო თუ რაღაცა რო ეგ მით უმეტეს რა. ხო და არა. სკანდალი ესე არ იყო, ვიღაცებმა თქვეს რომ ანუ რატო წახვედითო, ვიღაცებმა თქვეს რომ იმიტომ წავიდნენ რომ ანუ ერთმანეთში ვიღაცა ანუ მე არ მიმიქცევა ყურადღება იმიტომ. ძალიან კაია რომ წახვედი. ხო გაასწორე. მე იქ რო ჩავედი, დავრეკე სახში და ვთქვი რომ ორი გოგო მყავს და მე ვთქვი რომ დედა მეთქი პრინცესა მე ვარ თქო. იმიტომ ისეთ გარემოში მოვხვდი. ხო და რა გინდა ხო? ისეთ სასტუმროში ვიყავი და იმდენი საჩუქარი დამხვდა ყველგან სადაც გავიხედე. მე ვთქვი რომ არ ვიცი ალბათ აი რა. მე ხაიცი ვინმე ჩალიჩება გასპრომ. ანაიაცის. წამოდი რა ხვადაო. მაგრამ ისე Yandex Go-ს უარი უთხრა. ვიცი ხო.
მეც ძალიან ბევრი. დაუბრუნდით. ეხა ელოდები რომ რა შეიცვლება რომ ჩtildeოეთის კეთილწავთ Яндекс-ზე. ამ ეტაპზე ესე უნდა ვთქვა, ამ ეტაპზე არ ცალიათ. არა, მე ვითხარი რომ დაჟე Яндекс ტაქსს არ ვიძახებდა თქვენთან ვერ ვითანამშრომლობთ ძალიან პატრიოტულად უპასუხე რომ მე სკრინი გამომეჭიმა, მაგრამ მე ეგეც მომერიდა რომ იმათ ვიღაცას რას ვისაც ვისაც როგორ შეუძლია ხო? გული ხომ მოიფანა. ჩემი პატარა ძალიან პატარა აგური და მაგის გამო. Яндекс რო იცხალ ძახებდა? გაუკეთა, Яндекс Go-ს გაუკეთა რეკლამა კამერას შენ რა რეკლამა. ხო, ეგ საერთოდ სახიობი რო არ ვახსენო ხა რა საჭირო. ხო, არ ახსენე. და მაგრა გაკენწა. მე არ ვიცი და ასე რომ არ გამრიოთ მაგაში. მე მითხარ. ეხა უყურე კიდე სხვა რაღაცა. მეც მაქვს ხოლმე ამაზე ლაპარაკი. ცნობილის სახე. როგორ თქვა? ცალკე პასუხისგებლობა. სულ სხვა რაღაცა, არა, ეგ სულ სხვა რაღაცა ცნობილი სახე, ცნობილი მსახიობი, ცნობილი მომღერალი და რატომღაც აღმოჩნდა რომ სულ სხვა რაღაცაა კიდევ ინფლუენსერი? არა, აი პიროვნება, მოქალაქე, მოაზრო, სხვა, ანუ სხვა არის რა, იმიტომ რომ მის სფერო შეიძლება სულ არ წარმოადგენდეს პოლიტიკა და იმდენად ვერ ერკვევდეს ამაში, რომ საერთოდ არ კონდეს იმის უნარი ამაში გარკვევით და რა ადამიანებს რო ურტყავენ ეგ დარწმუნებული არავის არ მოსწოს, მაგრამ ანუ არ უჩნდებათ კითხვები. აი საიდან მოდის ვინ ხო მე რომ რაღაცნაირად მოლაპარაკებები პოზა არის. ხო, ანუ არ უნდათ რა ამას. არ ვიცხო ეგ რა. მე არ ვიტყვი ხო ანუ კი არ ვიცი ხო ვიღაცა ცუდია და ვიღაცა კარგია. ანუ ზოგს საერთოდ არ მოდის ეს აზრად და რო გვისაუბრი ამაზე რომ აი ხა რატო აკეთებ ანუ რანაირად მოგინდა ეს რომ თქვა შენ გადიხარ უსთავოს და იძახი და მე აი ამას აკეთებ აუ რა მაგაზე არ მიფიქრი ანუ რა უნდა ვქნა ის უნდა ქნა რომ ძალიან კარგად ვფიქრიათ უბრალოდ არიდებენ თავს მე ეგრე ვფიქრობ ანუ ისევ პასუხი ისევ პასუხი სამხალხო პასუხისგებლობა ძირითადად ადამიანებს რამდენიმე ძირითადი რაღაცები გამოძრავებს რა ხო და ხა რავია როგორც ერთ შეკითხვა მაქვს კიდე რა ესე ბოლოსკენ მივექანებით და იცი რა მაინტერესებს შენ ძალიან ახსენე შენ 12 წელი ხო სერიალი ხო მე არ ყველა ითვლიდა ხოლმე მე არ მიყვარს დათვლა იმიტომ რომ მე რო დაიწყებ თუ რა თვლას თავდება და არ მინდოდა ჯერ ეგრე რაღაცა რომ დავიწყე თუ დამთავრდა ზუსტად ხო რა ინფლუენსერი კაი რაღაცები ვითხრა და მაგის მერე შემოვიდა რა თქმა უნდა ცნობილი სახეობა ტელევიზიიდან ძალიან ადვილია მიხვდებით რომ საერთოდ არ გქონდა იმაზე გათვლა ახლა ჩვენ ყველა სუპერ ცნობილი ანუ ჩვეულებრივი ის რა ქვია ხო სახალხო არტისტობას ისჭირდება ჩვენმა ჯგუფი გააკეთეს რომ სახალხო არტისტებია და ძალიან ბევრი ვიღლიცინე და მე იმათ მეთქვა რომ ანუ 10-დან 9 ადამიანი რო ფოტოს გთხოვს და ყველას გიცნობს ჩვენზე არისო ყველა ანუ სახალხო ნიშნავს რომ ყველა გიცნობს ეს არ ნიშნავს რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ მაღალანას ღაურებადი ხარ ან სხვაზე კარგი ხარ სახალხო სხვა რაღაც სტატუსი შეგეძინა რა ხო რაღაცა ის არის ყველა გიცნობს ხო და ნახე რა მაინტერესებს ეგ ცხოვრება ჩოცოდეს პერიოდი 12 წლიანი მაინც შენი პროფესიიდან გამომდინარე ტრადიციული სამსახური დავარქვათ რა ხო სამსახური ხო აბა რა სამსახურია რა ეგ უფრო კომფორტული იყო შენთვის და მოსაწონი თუ ეხლა როგორც ინფლუენსერი უი არა და შემოსავლის კუთხით რამდენჯერ უკეთესია ინფლუენსერობა საერთოდ იქ რო წვალობ ზუსტად რეკლამა არის მე შედარებით უფრო ადვილი მაგრამ სულ სხვა ანუ როგორ გითხრა იმაში იხარჯები შენში რაღაცა ახალი იბადება და რაღაცა ცვლილებები ხდება რა და რაღაცა ადრენალინია ძალიან დიდი და ამ ადრენალინის მერე არის ძალიან დიდი შვება აქ არის სულ სხვა რაღაცა და უფრო მეც გიხდიან, მაგრამ უფრო დაკლები შემოქმედებითია. თუმცა შეგიძლია. არა, ვერ ვიტყოდი რომ საქართველოში ძალიან მაღალანას ყაურებადი არც იქ ხარ და არც იქ ხარ. როცა ქართულ ბაზარზე ხარ. ამას ვერ ვიტყოდი. უბრალოდ ზოგჯერ ისეა, ზოგჯერ ესეა რა. იმ პერიოდში შეუთავსებდი, ქონდა მაგის თავისუფლება. კი, მაშინ ერთადერთი მაქედან მოვიდა თქო, იმიტომ რომ მეტი არაფრის დრო არ მქონდა გარდა ამის და ესე მოვიდა ეს ინფლუენსერობა და რეკლამობა, თორე თავიდან საერთოდ რაღაც ანნა ესე ვიყავი და არავის არ ვიმატებდი და ან ჩემი ქმარი დამცნდა 3 ლაიქი აქვს შენს ფოტოსა და რა ვიცი, იმათ ვიღაცას და მეთქი რა ვიცი რა, არ მოვწონმა ხალხს რა ვიცი თქო და ამაზე გლიცინებდით რა ვიღაცები რა სუპერ პოპულარულები თუ რაღაცა და მეთქი რა ლაიქი რა ვიცი, სამსახურის სახლის რაღაც ეგეთი რეჟიმი რო გაქვს. ხო და მე დავაწერი ანატყებუჯო რაღაც ამევსო ლაიქების ნახვების მოვიდა და
მე რაღაცა სწავლაც დავიწყეთ, მაგრამ პანდემიამ გადამტეხი როლი თამაშა, იმიტომ რომ ყველაფერი დასრულდა. ბევრი რამე შეცვალა. მაგრამ მე ვიძახი ინფლუენსერების მხრივ, რომ ბევრი გამოჩნდა. მოგდოს მარტო საქართველოში არა. მაშინ მაგრა დაიბუსტა ეგ მიმართულებას. ხო, იმიტომ რომ სახლიდან მუშაობდა და ყველა და კამერა დაიდგა ზოგმა. ტელეფონში მოხდა ზოგმა ჭამაკვება ხო. ისედაც დამოკიდებულებები გადავაფასეთ ხალხმა. ჩემში ძალიან არ ვიცი ხო კიდე თან იმას დაემთხვა რაღაცა გავიზარდე კიდეც, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცებისგან, მაგალითად სერიალი დასრულდა, რაღაცები დამთავრდა, ვიღაცები და რაღაცებისგან მივხვდი, რომ მე თქო ესე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, რომელიც ამ რაღაცების გარდა გადავრჩი და შემიძლია დამოუკიდებლად არსებობა რაღაცა სივრცეში. და რაღაცაზე ვთქვა უარი და რაღაცა მივიღო და კიდე უფრო მაგარი იყო რომ მე ვთქვი რომ მე შემიძლია ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ისე რომ სხვას არ ვავნო მაგრამ მე დაუშვა ზუსტად ის პასუხისმგებლობებს რომ ვიღებდი რომ მე უნდა ყოფილიყავი ძალიან კარგი თანამშრომელი რომელიც არ იგვიანს კარგი შვილი რომელიც ყოველთვის იქ არის და უნდა კარგი მეგობარი თუ ნათესავი თუ რავი კიდე 100.000 რომ გინდა ეს, იმიტომ რომ ხო, რავი, მინდა შეიძლება არ დავაბადებული ვარ კარგი, მაგრამ მე ვმუშაობ ჩემ თავზე რომ ვიყო უკეთესი. იმისი რაც შეიძლება, რავი, სამყარო მომცა. ერთი რჩევას თუ შეგიძლია რომ დამწყებ სახიობებს, დამწყებ ინფლუენსერებსაც მათ შორის ერთი ცალიო. ერთი ცალი. თუ გინდა ორი, თუ გინდა 60. მუშა. აი ისეთი აი მუშა შენ თავზე გამოსტილი ყველაზე მაგარი რჩევა, მაგალითად შენ რო იწყედი მაშინ რომ იგეღო, თუ შეგიძლია რომ ურჩიო დამწყებ სახიობებს მაგალითად. ჩვენ. იცი რა არის? ხო, მაგალითად თუნდაც ჩვენ. მარც ერთი არა სახიობები, მაგრამ არც. მე ვარ შრომის მოყვარე ვარ. ანუ ვორკოჰოლიკი ვარ, რა. მე შრომის მოყვარე ვარ, ოღონდ ის საქმე უნდა ირჩიო, რაც ძალიან მოგწონს, რომ იყო ვორკოჰოლიკი რა. ამიტომ ეს თუ სტრესი არის, მაშინ ჯანმრთელობის პრობლემა გიჩნდება. ანუ თუ დამწყები ხარ, დამწყები სახიობი და მეორე კურსზე რო ხარ უკვე და ჩვენთან უკვე რომ აუ ეხა მე ელასტიკს ვერ ჩავიცვեմ და ქვემით სულ ბიჟაზე ვინც იდგა, ისინი დღემდე ბიჟაზე დგან ანიკ. სამწუხაროდ და ვინც რაღაცნაირი შრომელი ხალხი თუ გვინდოდა იმ რაღაცისგან რაღაცა მომდომებულები 4 ტომიდან 2 წლიანდება რომ დაგამახსოვდება რაც რეალურად პრაქტიკაში გამოგადგება დაახლოებით მაგას გავს ხოლმე ჩვენთან უნივერსიტეტებში სწავლა სამწუხაროდ ხო მეტყოდი რომ ის ზუსტად ის პასუხისმგებლობებია რომ იშრომეთ და რავი თქვენ თვითონ მოგიწევთ ველოსიპედის გამოგონება საკუთარის რომელიც მე დაჯდებით სხვა არავინ არ მოგაწოდებს მაგით იკატავებთ კი მე იკატავებთ მე როცა გამოიგონებთ მე შეგიძლიათ კარგად იკატავთ ამიტომ თავიდანვე რომ მე მსახიობი რო ვარ და უბრალოდ ან თქვენ ლამაზი ვარ ან სიმპათიური ვარ და ან რაღაც და ან იკითხეთ სწავლა და ან ძალიან მრავალფეროვანი უნდა იყოს რა ან რაღაცა განვითარებები უნდა ეძებო რა ან თულია რა გაგისტორდა ბუნკერში სტუმრობა ეგეც კულტურფელები კი მაგრამ რაღაცა ისეთები ვილაპარაკეთ რომ კაცები და ქალები და მე რა მაგის გამო სპექტაკლი არა, სპექტაკლი მოიხსნა. მოიხსნა რა ისე მოხდა რომ ნენელა მის არის. რახან ესეთი სუპერ წამყვანი იყავი. მე კაი საკუთარი პოდკასტი მქონია და არც ვიცოდი ამას მიმალავდი. არ მოდიოდი, გირეკავთ არ მოგეცემა საჩუქარი. რა საჩუქარი არის? გავხსენ. შეიძლება. განფუთვა გააკეთ. Unboxing-ი რო იძახიან ხომ მე ვერ განფუთვას. აი, ნახე. ორი სიტყვა, რასაც ვერ გასწოდეს ვერ ვიტყვი, განხუთვა და წინამო. არც წინამო რა. წინამო არის ჩოლკა. ჩოლკა და ძალიან სუდად ჟღერს. რა წინამო ხო ხო ერთი წუთი რა სტოლზე გაიზარდა ნახევარი ზაგარდულა და ეხა ეს სტოლი და წინამო რა ჩოლკა შეჭრა. რაც მე არ მაქვს. მოიცა არ გახსნა. ეხა ვითომ PSP ვარ და ეს დაგიკვეთე ჩემს მიხდა როგორ უნდა იმუშაოს. კი, კარგი ჭკუაა და აი ეგრე რო გახსნა. ეგრე რო გახსნა? შენ გონია რომ სხვა ხდება და აი ხა კაი. PSP არა ვინც ხარ, ვინ არის ბუნკერისგან? ესე იგი ბუნკერისგან, მე საყვარელი შეფუთვა. ბუნკერისგან მივიღე ესეთი სასაჩუქრი ჩანთა, მეგობრებო. ჩანთა ზედმეტი არასოდეს არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის შეგიძლიათ და რა ლოგიკურია რომ ზუსტად პასუხისმგებლობების და გეგმების და ჩემ რაღაცა wishlist-ებისთვის ჩამოვწერ ეს არის ზედმეტი. გაჯი ამდენი. ხო, გაჯი. ვალი მოსატანი თუ რაღაცებს რო იძახიან ხოლმე. და კიდე მაისურია? კი ბატონო. კალამი დავინახე და ვერ ვიპოვე. პასტა არა, კალამი. ეს მეუღლეს გამოადგება. რატო მე ძალიან მიყვარს ორ საიზები. კი, რატომაც არ მიყვარს თან სანამ ეხა რუჯიმა. თეთრიც მაისურიც არასოდეს არ არის ზედმეტი. საერთოდ მაისური არასოდეს არ არის ზედმეტი. არასოდეს. ძალიან კარგი ხარისხია და ჩანთა და არც კალამი. ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა.
პოდკასტში პირველად თუ საჩუქარი რომ ეჩუქე, ეს არ გეწყინოთ ვინმე შეიძლება ვიღაცას ეჩუქე. ეწყინოთ რა, მაგათ მინდა რომ ეწყინოთ. გეწყინოთ. კიდე კალამიც და ესე იგი არ გიჩუქებიათ, კარგი რო არ დამამახსოვრდა. აუ რა ცუდი რაღაცა. საშინელი რაღაცები გათქმევინეთ. ყველაფერა საშინელი აურატრია. კაცური მასე გადავერთო. ბოლოს ვიტყვი ნახვამდის. თუ არც უყურებ, შეჩემათი დავიწყე ბოლოს ლამარაკს. გამოიწერე. რა ცუდია. გამოიწერე. მოზარდებო, ბავშვებო თუ რა გამოიწერე, ხო? მე მოკლედ ინსტაგრამზე გამოიწერე. მადლობა. ნინას უფრო ხშირად გეძახიან უცხოები თუ ანას? არა, ანას უფრო ხშირად მეძახიან, მაგრამ ნინასაც მეძახიან და საკმაოდ ცნობილი ადამიანები რაც უნდა. ხო? იხედები ხომ ნინაზე? ხვითო სანამ პაროდიას აკეთებდა. დათოს. არა, შენსაც დათოს. ნინა! ნინა, დაკალი მამალი. კი. ხო, ძალიან კაი ეპიზოდი გამოვიდა, ძალიან ვისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა. თურმე კარგი ყოფილა ქალის უმარიც. მადლობა. გიკარვარია, საუკეთესო ამბავია. ანუ მე ბუკას მაგივრად, ხო? ბუკას მაგივრად ვერ იქნება შანსი არა. შენ ხარ შენ. კი. კაია. ბუკას ჩვენ ვერ. ანუ ბუკა რო ყოფილიყო სად დავჯდებოდით? სად ბუკა დავსხდებოდით? დაждდებოდა კამერის იქით. ბუკა კამერამენი იქნება. კაია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდი, ძალიან სასიამოვნო იყო მართლა. ჩვენ ვიყავით ელექტროვერკის ტერიტორიაზე. მეც ამოვანათო მონტაჟი მეზარეო. სტუდიო 314 და თუ გიყვართ დესერტები და გსურთ ისწავლოთ საოცარი დესერტების მომზადება, დაუკავშირდით აუცილებლად ამ კომპანიას და ჩვენი დღევანდელი თანაწამყვანი იყო ანა ტყებუჩავა, კვიტო და უბრალოდ ნიკოლოზ. ეხლა შენ დაიმშვიდობე, როგორც დაიწყე, ისე დაიმშვიდობე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ საინტერესო თემებით, ძალიან ლაღად საუბრობთ პრობლემურ თემებზეც და ზოგჯერ მოვიწყენთ ხოლმე და subscribe-ე, და like-ე, და კომენტარე და რა ვიცი, ბევრი ვართ ქართველები და გამომწერები ბევრი გჭირდება, ასე რომ სპონსორებიც არ გვაწყენ და ისე. მე ინანებთ. მე ინანებთ. PSP. აუ რა დაგირეკონ ეხლა რაღაცა დააბაიქ. ეგენი ეს ჯიგრები არიან, არ გაგიკვირდეთ. ხო, ჩემი ნომერი ჩაუდგე. ნახვამდის. ნახვამდის. ძალიან კაი. პროზვედო. აუ რა კაია, გავერთე. გავერთე.